მეშვიდე ტრადიცია. ანონიმური ემოციონალების ყველა ჯგუფი უნდა იყოს ფინანსურად სრულიად დამოუკიდებელი და უარი თქვას გარეთ დახმარებაზე. ანონიმური ემოციონალები არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია მისი წევრების ნებაყოფლობით შემოწირულობებზე. როგორც მეექვსე ტრადიციაში აღნიშნული, ჩვენი მიზანი არ არის დროის ხარჯვა ფულის გამომუშავების საკითხზე. თუმცა ფინანსური რესურსები მაინც საჭიროა ჯგუფების შეხვედრებისთვის, მისი შიდა ხარჯების გადასახდელად და საერთაშორისო მომსახურების ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი მომსახურებების დასაფინანსებლად. განამშვენიერი იქნებოდა, რომ რომელიმე კორპორაციას, ეკლესიას, პროფესიულ ორგანიზაციას ან ცალკეულ პირს გადაეხადა ჩვენი ქირა ან უფასო შეხვედრების სივრცე უზრუნველეყო. მოეწოდებინა ანონიმური ემოციონალების ლიტერატურა და ეზრუნა გამასპინძლებაზე? რა სასიამოვნო იქნებოდა, უბრალოდ შეხვედრებზე მისვლა, ხოლო გადასახადების გადახდა კი ვინმე სხვას დავუთმოთ. თუმცა შემოწირულობების გარეთ წყაროებიდან მიღებით ვდგავართ საფრთხის წინაშე, დაგვეკისროს ვალდებულებების სხვა ინსტიტუტების თუ ადამიანების წინაშე. ამგვარი ნაბიჯით ანონიმური ემოციონალების თავისუფლებას სხვებს გადავცემთ ხელში. ჩვენი ჯგუფი შეიძლება მათი ჯგუფი გახდეს და მათ შესაძლოა მოისურვონ შეხვედრების იმგვარად ჩატარება, რაც შეეწინააღმდეგება ანონიმური ემოციონალების პროგრამის პრინციპებს. მაგალითად, შემომწირველები შეიძლება მოელოდნენ, რომ ექნებათ ხმის უფლება ანონიმური ემოციონალების ჯგუფის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შესაძლოა სცადონ ჯგუფზე დომინირება ან შეხვედრების ჩატარების ფორმატის შეცვლა. ასევე შესაძლოა შეეცადონ განსაზღვრონ თუ ვის აქვს გაწევრიანების უფლება ან წაგვიყვანონ მოთხოვნა, რომ მათ რელიგიურ პრაქტიკას მიუყვეთ, ჩვენი პირადი სულიერი გზის ნაცვლად. ანონიმური ემოციონალების მიზანია ემოციური გამოჯამრთელება. შესაბამისად, თანამეგობრობის ჯგუფისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი იყოს გარე გავლენებისგან, რათა წევრებმა შეძლონ ყურადღების მიმართვა გამოჯამრთელების პროცესზე და არა ფინანსური მფარველის დაკმაყოფილებაზე. ანონიმური ემოციონალების ჯგუფის ფინანსური პასუხისმგებლობის გარეწყაროსთვის გადაბარება საფრთხეს უქმნის ამ თავისუფლებას. პასუხისმგებლობის გაცნობიერებული განცდა არის ერთ-ერთი ის თვისება, რაც 12 ნაბიჯით მუშაობისას ვითარდება. თუ ანონიმური ემოციონალების ჯგუფი იღებს გარეთ დახმარებებს, ნაცვლად იმისა, რომ გადაიხადოს ხარჯები საკუთარი სახსრებით, ეს დასაშვებს ხდის წევრებისთვის. კვლავაც გარეთ ეძიონ მფარველი, ვინც სირთულეებიდან იხსნის. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი პასუხისმგებლობები მიიღონ და გაიზიარონ. ვინაიდან ანონიმური ემოციონალებისთვის გარე შემოწირულობების მიღება არ არის მიზანშეწონილი, ჩნდება კითხვა, საიდან მოდის საჭირო თანხები. ეს მოდის იმ ადამიანების შემოწირულობებიდან, ვინც ესწრება ანონიმური ემოციონალების ჯგუფების შეხვედრებს. თუ ვაფასებთ იმ პროგრესს გამოჯამრთელებაში, რომელიც ანონიმური ემოციონალების პროგრამამ უანგაროდ გვიბოძა, ჩვენი პასუხისმგებლობაა ფინანსურად დავიჭროთ მხარი თანამეგობრობას. ფულადი შემოწირულობებით ხელს ვუწყობთ ანონიმურ ემოციონალებს გზავნილის გავრცელებაში, რათა ახალმოსულებს ყოველთვის ჰქონდეთ ადგილი, სადაც შეძლებენ მოსვლას მაშინ, როცა მათ ჩვენი გამოჯამრთელების პროგრამა ყველაზე მეტად სჭირდებათ. ანონიმური ემოციონალების წევრობა არ ითვალისწინებს სავალდებულო საწევროს გადახდას, თუმცა ჩვენ შეხვედრებზე თითოეულ მონაწილეს ეძლევა შესაძლებლობა ნებაყოფლობითი შემოწირულობების გაღების. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ პასუხისმგებლიანები და შევიტანოთ ის თანხა, რისი გაღებაც რეალურად შეგვიძლია. არა უყურადღებოდ, მხოლოდ წვრილი მონეტების კალთაში ჩაყრით მაშინ, როცა სინამდვილეში მეტი შეგვიძლია გავიღოთ. ჩვენ, როგორც ანონიმური ემოციონალების წევრები, ვდებთ ინვესტიციას საკუთარ გამოჯამრთელებაში, ფინანსური მხარდაჭერის გაწევით ჩვენი ჯგუფის, არსებობის შემთხვევაში ინტერჯგუფის და მთლიანი ანონიმური ემოციონალების ხარდასაჭერად, რაც ჩვენი საერთაშორისო მომსახურების ცენტრის დახმარებით ხორციელდება. ჩვენ არ ვაგროვებთ დიდ თანხებს ჯგუფის ხაზინაში. ამის ნაცვლად თანხებს ვუგზავნით საერთაშორისო მომსახურების ცენტრს. იმის გარდა, რასაც გავცემთ ჩვენი ჯგუფის მხარდასაჭერად, ასევე შეგვიძლია პირადი შემოწირულობების გაღება და თანხის პირდაპირ მომსახურების ცენტრში გადაგზავნა. ანონიმური ემოციონალების ჯგუფი უნდა იყოს დაფუძნებული სრულად თვითდახმარებაზე, როგორც მისი წევრების მადლიერების გამოხატულება მიღწეული გამოჯამრთელებისთვის. ორგანიზაციის არსებობის და ზრდის გასაგრძელებლად აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ ფინანსური დამოუკიდებლობა. გარე წყაროებიდან თანხების მიღებაზე უარის თქმით, არავის არ ვქმნით ვალდებულებებს და არ ვუკავშირებთ ორგანიზაციას ვინმეს ინტერესებს. არ ირღვევა ჩვენი მთავარი მიზანი, ანონიმური ემოციონალების გამოჯამრთელების გზავნილის გავრცელება. ასე ვაგრძელებთ ჩვენი ერთობის შენარჩუნებას. კითხვები, რომლებიც შეიძლება დაუსვა საკუთარ თავს. პირველი. ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ანონიმური ემოციონალები დარჩეს თვითუზრუნველყოფილი თუ წავახალისებ დახმარების მიღებას გარე წყაროებიდან. მეორე.
არის ანონიმურ ემოციონალებში ჩემი ფინანსური შენატანები იმ მადლიერების დონესთან შესაბამისობაში, რაც მაქვს ემოციური გამოჯამრთელებისთვის, თუ დაუფიქრებლად ვყრით ძალიან მინიმალურ ოდენობის თანხას, როდესაც კალთას ჩამოატარებენ. მივիշნებ, რომ ადამიანს, რომელსაც თითქოს უფრო მეტი ფინანსური შესაძლებლობა აქვს, უნდა დააფინანსოს ანონიმური ემოციონალები, ხოლო მე არა. მესამე. ფაქტზე ყურადღებას ხაზინადრის ანგარიშს, რათა ვიცოდე, რა თანხა აქვს ჩვენს ჯგუფს და რამდენი სჭირდება შეხვედრის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. თუ შეხვედრის ამ ნაწილს დროის ფუჭად ხარჯვად აღვიქვამ. მეოთხე. ვუწყობ ხელს, რომ ჩვენი ჯგუფის ზედმეტი თანხა გადაიგზავნოს ინტერჯგუფის და საერთაშორისო მომსახურების ცენტრის მხარდასაჭერად. თუ ვთავაზობ ამ თანხის დახარჯვას სწავლობაზე ან სხვა ანონიმური ემოციონალებისთვის არათემატურ საკითხებში. მეხუთე. ვთავაზობ მოხალისეობრივი წვლილის შეტანას შეხვედრებზე ისეთი ნივთების შეგროვებისთვის, რომლებიც ხარჯების შემცირებას შეუწყობს ხელს, როგორიცაა შეხვედრის სიის ასლების, გადასახადების დასაფარად და საინფორმაციო წერილების გასაგზავნად საჭირო საფოსტო მარკების ან გამასპინძლებისთვის აუცილებელი მასალების მომარაგება. მეექვსე. ვაკეთებ პირად შემოწირულობებსაც, ჯგუფის საშუალებით გაღებული შენატანების გარდა, მაგალითად ჩეკის გაგზავნით საერთაშორისო მომსახურების ცენტრში. თუ უბრალოდ ვარაუდობ, რომ შეხვედრების გზით იქ საკმარისი თანხა ისედაც მივა.